ქვეყანაში სადაც ტერიტორიის მესამედი მაღალმთიანი და უხთოვლიანია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ერთი ცალი თოვლმავალიც არ ჰყავდა იმისთვის, რომ მსგავსი სიტუაციებისთვის მზად ყოფილიყო. სტიქიის დაწყებიდან ერთი კვირის თავზე გადაწყვიტა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, რომ 3 თოვლმავალი შეიძინოს 250,000 ლარად. საკითხავია საერთოდ 3 ეყოფა თუ არა თელ გურიის რეგიონს. გარდა ამისა, უკვე დაგვიანებული რეაქცია არის და იმედია მოესწრება ამ ტექნიკის სათანადოდ გამოყენება. ისიც აღსანიშნავია, რომ ეს ტექნიკა იყიდეს ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველის და ამავე დროს ქართული ოცნების დეპუტატის კომპანიისგან, ასე ვთქვათ, ყოფილი მეწილი არის ქართული ოცნების დეპუტატი ამ კომპანიისაც, აგრეთვე იმას მიუთითებს, რომ ქართული ოცნება ასეთ სიტუაციებშიც კი ვერ ეშვება და ვერ ანებებს თავს კორუფციაში მონაწილეობა. ხოლო მეორეც ოზურგეთის მერიამ სულ რაღაც 1 საათის წინ გამოაცხადა გამარტივებული ტენდერი 300,000 ლარის ოდენობით, რომ ტექნიკა უნდა ვიქირავოთ და თოვლით უნდა გავწმინდოთ ჩვენი სოფლებიო. ჯერ ამაზე თანხმობაც კი არ არის მიღებული და ღმერთმა იცის, როდის მოესწრება საერთოდ ამ ტექნიკის ათვისება. საერთო ჯამში ეს ყველაფერი არის კლასიკური მაგალითი დაგვიანებული რეაქციის, არაეფექტური მმართველობის და ზოგადად ხალხთან არაანგარიშვალდებულობის ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებების მხრიდან.